მას და ჩვენთან მომდევნო პირი ვინც არის ახსნა განმარტებისთვის მოწვეული გახლავთ ბატონი კახა დაბრუნდაშვილი, რომელსაც ვთხოვთ რომ შემოგზანდეს სხდომის დარბაზში და დაიკავოს მისთვის განკუთვნილი ადგილი. ჩვენი სხდომა გადაიცემა საზოგადოებრივ საპარლამენტო ტელეარხზე, ასევე პარლამენტის ვებგვერდზე, Facebook გვერდზე და ჩვენი კომისიის Facebook გვერდზე. ბატონო კახა, მოგესალმებით, გთხოვთ დაბრძანდეთ. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. პროცედურა არის ბატონო კახა ასეთი, რომ მე თქვენ უნდა გაგაფრთხილოთ ცრუ ახსნა განმარტების განზრახ მოცემისათვის არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასევე კომისიის წევრების კითხვაზე პასუხისთვის თავის არიდებისა და პასუხზე უარის შემთხვევაში არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებული ჩვენი კანონით და იმის დასტურად რომ მე თქვენ გაგაფრთხილეთ რომ თქვენ ეს მოისმინეთ და გაათვითცნობიერეთ, გთხოვთ თქვენს წინ მდებარე დოკუმენტზე დასვათ თქვენი ხელმოწერა, თუ არ შეწუხდებით. დიდი მადლობა. ბატონო კახა, ჩვენ მოგვიწია წინა სტუმრის გაცილების შემდეგ მცირე შესვენების გამოცხადება და თქვენ კი ამის გამო ლოდინი, რისთვისაც გიხდით ბოდიშს. მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ ასეთ მეთოდს შემოგთავაზებთ. თქვენ აიღეთ, გნებავთ 10 წუთით 15 და თავისუფალი თხრობის რეჟიმში გვიამბეთ თქვენ შესახებ, ვიბრძანდებით, როდის დაიბადეთ, სად დაიბადეთ, რა გზა გაიარეთ იმ მომენტამდე, როდესაც როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენს თავს დაგატყდათ ერთჩვენიერ დღეს უბედურება და შეილახა თქვენი უფლებები. ასევე ჩემთვის რამდენადაც ცნობილია იმ კონკრეტულ საქმეზე, რომლის შესახებაც თქვენ უნდა მოგვითხროთ. უკვე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს დამდგარია სისხლის სამართლის განაჩენით, სადაც თქვენ დაზარალებულად იქენით ცნობილი თქვენს მეგობართან ერთად და ამასთან დაკავშირებით უკვე ბოლოს ვისაუბროთ. გთხოვთ ჩართეთ მიკროფონი თუ შეიძლება, თქვენს წინ არის ღილაკი და გისმენთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე ვარ კახა დაბრუნდაშვილი, დავიბადე 1955 წელს 5 დეკემბერს ქალაქ თბილისში. ვარ მშრომელების ოჯახში გაზრდილი, დაამთავრე სამედიცინო პედიატრიული უნივერსიტეტი. პარალელურად ფიზკულტურული დავოჯახდი, მყავს 2 ვაჟი. ამის ვეძებთ ცხოვრებას, აი ნორმალ როგორც ყველა ნორმალური ადამიანი უნდა ცხოვრობდეს, ვცხოვრობ აი ამ რეჟიმით. მაგრამ აი თქვენ რა კითხვას დამისვით, დადგა ის საუბედურო დღეც, ის საშინელი დღეც. რომ შეიძლება დავიწყო? თქვენს ნებართ. მირეკავს ჩემი მეგობარი, 2 თვის შეძენილი მყავს, უმცროსი ვაჟი. ვარ ტაბიძის სამიზრო ხუთში ვცხოვრობთ. და მირეკავს ჩემი მეგობარი ვამეხა ბულაშვილი. კახა რაღაც უცნაური ზარი შემოვიდაო და შენთანაც ვინმე სხვა არ დაურეკია. არავის არ დაურეკია და რა ზარი იყო მეთქი ესეთი და როდის ხდება ეს მაბადიეთ? ეს ხდება 2005-ის სექტემბერში. სექტემბერი, კი ბატონო. არა მეთქარ შენთან არაფერი ზარი და შენთან მეთქარ რა გესაუბრებ, რაში შეიტანე ეჭვი მეთქი. ჯერის რომ ამოუცნობი დამირეკაო. და მიბარებს კონსტიტუციურ დეპარტამენტში ვაჟაზე და რაღაც სამსახურებრივი თემისგან გამომდინარე, ანუ მიზეს ამას მეუბნებაო და ცნობისთვის ვამეხა ბულაშვილს დღიარა აქვს არცად ნამუშევარი, ანუ ეს გამორიცხულია რომ რამე სამსახურებრივი შეხება
და ამან დააეჯვა. და შუა საუბარში მეკითხება ვამეხი რომ კახა სათხარო ეხა ტერიტორიულად თუ და მომთხარი სახში და წავიზე სახში ვარ მომთხარი და მეც ამ პერიმეტრში ვარ მოდი მაშინ ტელეფონით ამოვალო და მანდ გავისაუბროთ მომთხარი კარგი იქნება ну სადღაც ერთი 15 წუთის ინტერვალში მოვიდა დავჯიქით ვისაუბრეთ და ну ერთმანეთს აზრებს უზიარებთ რა ეხლა და ვართ ამოცნობის რეჟიმში რომ რა უნდა ხდებოდეს. რო დამირეკავ ამ პიროვნებამ თავი გამასნო რომ ვარ კონსტიტუციური უსაფრთხოების სამართლის მუშაკი, სახელი გვარი არ უთქვიაო და პირდაპირ მითხრაო რომ უნდა გამონახოთ რაღაც პატარა პერიოდი და მობზანდეთ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში. და ჩემ კითხვაზეო კითხვაზე რომ რა მინდა, რაზე უნდა მოვიდე, ისთვის მიბარებთ. ამას არ გაიგებთ პირველ კითხვაზე, ეგეც პასუხი იყო, რა რომ მოხვალ გაიგებო და მაშინ მე არ მოვალო, ვამეხი მითხრა. მაშინ არ მოვალო რა და მორჩა ამით ესე ერთი საუბარი ამით დამთავრდა სადღაც 5-10 წუთის ინტერვალში ისევ ურეკავს ეს პიროვნება და უკვე ეუბნება რომ რაღაც დოკუმენტში არისო თქვენი სახელი და გვარიო ნახსენებიო და უბრალოდ მინდათ რომ ეს დოკუმენტი გაგაცნოთო და თქვენი ხელმოწერა მინდაო და მეტი არაფერიო ანუ სულ რაღაც პატარა მოკლე პერიოდს დროს წაგართმევთ ну ამას უკვე ჩემთან რო ვზივართ უკვე სახში ვამეხი რომ ჩემთან მოვიდა კიდე რეკავს ეს ნომერი ანუ ეს ამოუცნობი და უკვე ტონით სადამდე გელოდოთ რა ვერ მოიფიქრე აი სიტყვას თუ იმიტომ რომ იმაზე სპიკერზე ქონა ჩართული რომ ვამეხი სადაც ტონზეც მივუხდით რომ რა ტონით მესაუბრე რა თქვა ვერ მოიფიქრე და რა უნდა მომიფიქრე არ მოვდივარ და ვშო აი პირდაპირ ეგეთი პასუხი ახ არ მოდიხარ კარგი მაშინ და გათიშა ანუ მუქარის ტონით და გათიშა ტელეფონი არ გადის ერთი 5-10 წუთი ისევ რეკავს სათხარ ტერიტორიულად და მე მოვალ ეუბნება და ადგილზე გაგაცნობ ამ დოკუმენტს. ვამეხი მსთხოვა რაღაცა პერიოდი, აი 5-10 წუთი. და თუ შეძლებთ 5 წუთში დამირეკოთო რა და გეტყვითო ჩემ ადგილმდებარეობას. კარგი არ არის პრობლემა, გათიშა ტელეფონი. ეხლა უკვე ჩვენ ვსჯელოს მე და ვამეხი რომ სამსახურებრივი გამორიცხულია ვამეხი მეუბნება იმიტომ რომ მე არსად დღე არ მაქვს ნამუშევარი როგორც ასე რამე დოკუმენტში და რაღაც ფინანსურ დოკუმენტზე იყო საუბარი უფრო ხა კონკრეტულად რომ გამორიცხულიაო რა ეს რაღაცაო და აი ნუ თარჩევას მეკითხება კახა რა გავაკეთო რა ვიცი ვამეხი მოთხრა მე შენ ადგილზე არ შევხვდებოდი იმიტომ რომ არ შევხვდებოდი იმიტომ თან განუმარტე რომ კონკრეტიკა არ შეაქვს რაზე უნდა შენთან შეთანხმება ანუ შეხვედრა ანუ რაღაცა დოკუმენტს გიხსენებს და ამას რაღაცა აი 200 რო უნდათ კი რა 1000 რო უნდათ რომ ვერ იგებ რა დოკუმენტია საუბარი ეკითხები რომ ჩამომიყალიბე რო გნახავ მე პასუხი ჩემი აზრით მითხრა მე ნუ არ აი ამ საუბარში ვარ და რეკავს ეს პიროვნება და პირდაპირ ითხოვს მისამართს აი კონკრეტულად გეტყვით რა საუბარს აი ზუსტად აი ესე ხო მიდი ერთი მითხარით მისამართი და მოვალ ხა მე ტაბიძეზე ვარო ვამეხი ტაბიძეზე ვარო და სად კონკრეტულად ტაბიძეზე რომელ ტაბიძეზე ანუ ვაკე და სოლაკში ტაბიძის 3-5-ში ვარო კარგი და 10 წუთი მაქსიმუმ და მანდ ვარ და გათიშავს ტელეფონს ვამეხი მე უთხარი
მე მგონი შეცდომას უშვებთ. ახლა ან მე მრავლობითი უკვე იმიტომ საუბრობ, რომ ვამეხი ჩავიდეს, აქ ორი აზრი არ არის, მეც მივყვები. მე იმას მარტო არ გავუშვებ, ხო? და ანუ ამიტომ საუბრობ ესე მრავლობითი. ბოლოს ესეთი აზრი მოვიფიქრეთ, რომ ჩავიდეთ, გამორიცხულია კონსტიტუციურმა ახლა ვამეხ მეუთხარი შენი ფოტო კი არა, შენი ჯიჯილაგი იცის, ახლა რახან დაინტერესდნენ, ხო? ანუ ცნობადობაზე ვსაუბრობ, რომ შენ გიცნობენ ეგ 100-დან 100. მოდი ეს რაღაცა გავაკეთოთ. ჩვენ იტალიური ეზოა. შენ ეზოში გაჩერდი, მე გავალ არკაში. ეს რაღაცა თავის დაზღვევის მიზნით. რაც უცბად მოვაფიქრდა რა მოგდა. გავალ თუ რაიმე საეჭვოს შევყან მრავლო, აი ხალხმრავლობას ან მანქანებში რაღაცა ის მოთავსებულად რაღაცა. ანუ ტელეფონის გაცნობები და ადი ეგრევე სახში მეთქი რა. და ხა მე ჩემი ინტერესი არ აქვს, როგორც ასე. ანუ ეს პრივილეგია მაქვს, მე ვუთხარი რომ მე გარეთ გავიდე და არა შენ. ხო. კარგი, შევთანხმდით ამაზე, ვამეხი დარჩა ეზოში, მე გავედი, არკიდან გავედი და მარცხენა მხარეს ძველი მერიისკენ ნელი ნაბიჯით ჩაუყევი. და თან ავტომობილებში, დგომ ავტომობილებში ვათვალიერებ, რა ის ძალიან ისიც არა, ზერელეთ, რომ სიმართლე გითხრათ, აი ვერანაირი ეჭვი, ცარი ზოგში ერთი ადამიანი, ზოგიც დაკეტილი, ჩავედი, იქ წყალი დავლი, მოშემობრუნდი და ამოვდივარ უკან ჩემ არკასთან და უკვე ხედავ სურათ შორიდან, რომ ვამეხი უკვე ვიღაც პიროვნებას ესაუბრება, ანუ ეს პიროვნება არის პიჯაკით, ჯინსის შარვლით და რაღაც შავი სასაბუთე უჭირავს ხელში. და მივხვდი, რომ ეს პიროვნება უკვე მოსული რა, და ცოტა ნაბიჯს მოვუჩქარე და რომ მივუახლოვდი, მივესალმე გამარჯობა თქო და ეს ცივი სახით შემოხედა რა და ვამეხის ეკითხება ეს ვინ არისო და ჩემი მეგობარია. ხოდა ვამეხი ამ დროს გააგზავნეს ერთმანეთში ამათმა საუბარი, მე იქვე ვდგავარ. და ვამეხი ეკითხება, სულ უმახვილებს ყურადღებას ამ პიროვნებას, რომ მაჩვენეთ ის საბუთი, რა საბუთს მიბარებთ რა. მე რაღაც სხვა საქმეც მაქვს და ანუ აშკარად დრო გაყავს. აი კი ხო, ეხლავე და რაღაცა ძალიან აბსურდული პასუხებით დროს წელავს. ესე რო ვთქვა. აი ჩვენი მაქსიმუმ 5-6 წუთი საუბარი და ხდება ესეთი რამე, აი მარტო ფილმებში მინახია რა სიმართლე გითხრა. 4 მანქანა აი გიჟურის სწრაფით შემოდის ტაბიძის ქუჩაზე. პირველი მანქანა დგება ირიბად, ანუ კეტავს მოძრაობას. შუა 2 მანქანა, ანუ მომდევნო 2 მანქანა 4-ვე კარი იღება ყველა იარაღ ამოღებული ხტება მანქანიდან. მეოთხე მანქანა კეტავს შემოსასვლელ გზას, ტაბიძის შემოსასვლელ გზას და ამასთან ერთად სროლებით და არ გაინძეს გაგხრიტავთ სიტყვას ვთქვი ხა, აი როგორც იყო, მე ხო შეიძლება რომ ეს ყველაფერი ისე ვთქვა როგორც იყო, მე მგონი ეს საჭიროა. და პირველივე ეცნერ ვამეხს. ანუ ის ჩემი ვარაუდი რომ ვამეხი უკვე ამას ფიზიკურად იცოდნენ, სწორი იყო, გამართლებული. და მე რა თქმა უნდა გაბოჭილი ვარ. მაგრამ ვამეხი უკვე მოგრეხილი და მანქანაში ჩატენეს, ესე რომ ვთქვა. და მე ვისაც ვყავარ ორს დაკავებული, ეკითხებიან ამ პიროვნებას, ანუ ვინც ესაუბრებოდა ამას. შეფ ამას რა უკვე სიტყვას შეფ ამას ესო დავაეგეცო.
და მეც მომოთავსეს ვამეხთან ერთად მანქანაში. აქეთ იქიდან ორი გვიძება. შეფს რომ იმართავდი, ვინ არის დღეს იცი? ალანია. ალანია. დიახ. ალანია. და ამ სპეცოპერაციას მელნიკოვი ხელმძღვანელობდა. მელნიკოვი, ოლეგ მელნიკოვი. ჩვენი ეხლა კიდე ერთ დავამატებ რა სტაბიძეს ეხება. ანუ მე მინდა რომ ყველა დეტალი გაცნობოთ რა. ჩემი არკიდან ერთი 20 მეტრით მოშორებით. ანუ ამას უკვე ჩემი მეგობრები მიყვებიან რომ დავბრუნდი. არის გაჩერებული შავი Camry, Toyota Camry. და ანუ ეხლა იმ დროს მით უმეტეს ყველასთვის ცნობილი დავით ახალაია არის გადმოსული, კარებ გამოღებულზე დაყრდნობილი. ტყავის გადაჭრილი ხელთათმანები და ესე იფშნიტავს თითებს და გვიყურებს ყველაფერს თურმე ამას აკვირდება. ანუ ამას მე ეს არ დამინახია, მაგრამ ამას მეუბნებიან თვითმხილველები. როგორც კი მოხდა ჩვენი მანქანაში მოთავსება ძალიან მსუბუქად თქვა ჩატენვა ახალია ჩდება მანქანაში და მანქანა იზრდება კოჯორის მიმართულებით. ანუ სხვას ვერაფერს ვერ მეუბნები. მე რა თქმა უნდა. ჩვენ მანქანაში რო ჩაგვტენეს ესე იგი ჩაგვიტარეს პატარა ინსტრუქტაჟი. რომ ხელები ფეხების ქვეშ, თავები ფეხების შუაში ჩაყოფილი და არავითარი კონტაქტი, არა სიწყვილე არ არის. და უნდა ვიყოთ ამ პოზიციაში იქამდე სადამდეც საჭირო იქნება, მოკლედ. სადაც მიგვიყვანე. მართლაც ეგრე მოვიქეცე ხა სხვა გზა არ იყო რა, მართლაც ეგრე ვიყავით. მოკლედ კოჯორში მიმავლებს ამათ ერთ-ერთ ნიჭიერ მძღოლს აერია გზა და მოგვატარა პურის მოედანისკენ წავიდა რა ქვევით. და რა ამ დროს ან აქ ერთ-ერთი პიროვნება დაბალი მოგზათმებით ან ეს ხელმძღვანელობდა უკვე აი ამ ჯგუფს ვის ჩვენ მანქანაში ვისჭდა. ანუ მძღოლის გარდა გვერდზე ორი ჩაჯდნენ. და ამ მანქანას უკან რომელიც კეტავს სტაბიძის შემოსასვლელს პატრული მოადგა და რუპორით უძახის რომ მანქანა გზა გაანთავისუფლე. რაზეც არანაირი რეაგირება ამ პატრულთან. და შემდგომ ერთ-ერთი მივარდა რაღაცა აჩვენა მობრუნდა ისევ ჩაერთვა იმაში და ანუ პატრული არ ჩერდება თავს არ გვანებებს რა. ჩვენ რო დავიძარით მოკლედ პატრული უკან მოყვება და აი განუწყვეტლივ იძლევა მითითებას რომ მანქანა გააჩერონ. რაზეც ესენი არ ეთანხმებიან. მანქანაში ეს ეგრეთ წოდებული მეთაური ვინც იყო ამან ამ ძღოლს აი კარგად გემრიელად აგინა რომ აქ ბიჭოს აქ რა მინდა ბიჭო სად მივდივართ არის ნუ მოკლედ დავდექით იმ გზაზე როგორც იქნა და უკვე დავითაშვილის ქუჩა კარგად იცით ყველა ეს პატრული თავს არ გვანებებს და ერთი გაჩერება ამას გაჩერდა და აი ეს ვინც უფროსობდა თქო მანქანაში ეს გადახტა ნუ ამათ გინებით გადახტა მივიდა საბუთი აჩვენა ანუ და ეს აიდან ჩვენ ვერაფერს ვერ ხედავთ მაგრამ რო ჯდება მანქანაში ამათი დედაო ესე იგი ქსივაც არ ჭრისო ხედავო ამათანო ანუ კიდე არ გვანებებს პატრული თავს მოყვება ბოლომდე დავითაშვილზე როგორც კი შევდივართ ამ დავითაშვილის ქუჩაზე რო ვდგებით ყველა მიმართულებიდან
კეტავს საპატრულო ეკიპაჟები. მინიმუმ 6-7 მანქანა. უკვე გზას არ უტოვებენ და გავჩერდით. გაჩერდნენ უბრალოდ. ჩვენი ვერაფერს არ ვწვიდავდით, ვარ ტყვეები. ისევე ჩვენ მანქანაში მჯდომი აქტიურობს და მოდის ამასობაში, ანუ ეს ვისაც ელაპარაკება, ესენი ეუბნებიან, რომ ხა უფროსი მოვა და ანუ ჩვენ ვერ ვწვიდავთ, ჩვენ დავალებას ვასრულებთ. ეს ჩვენ ყველაფერი გვესმის ფანჯრებით ჩაწეულია. ვერ ხედავთ უბრალოდ თორე გვესმის ყველაფერი. და მოდის ეს უფროსი, ვინც ახსენა ამ საპატრულო თანამშრომელმა, ჩვენი ვარაუდ 100 მეთაური. და მინდა აქედან, ეხლა მე ვიცი, რომ ეს ადამიანი ან გვიყურებს, არ არსებობს, მე მინდა მას უდიდესი მადლობა გადაუხადო. მან გვაჩუქა ჩვენ სიცოცხლე, პირდაპირ ამ სიტუაციაში და ამას შემდგომში აგიხსნით, რატო ვამბობ ამას. მე მიმართავ იმ ადამიანს და აი უღრმეს მადლობას გიხდი მთელი ცხოვრება. ვინ იყო არ იცით? არა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, სავარაუდოდ 100 მეთაური. დიახ. და ეს რომ ან 20 მეთაური, ან 100 მეთაური იყო, ვიცით იქიდან რომ თვითონ თანამშრომლებმა განუმარტეს ამათ, რომ უფროსი მოვა და იმას ესაუბრეთ. გასაგები. მოვიდა და ეს ჩვენ მანქანაში მჯდომი, ეს აქტიური პირი მივარდა და ტელეფონს აწვდის ეგრევე. თქვენ ძალიან განაგლებულ ხართ რაღაცოდან. თქვენ მოგივლით. ესე უბნება ეს. პატრულის თანამშრომელი. პატრულის თანამშრომელს. კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც მოგიტაცათ. ბატონო. დიახ. და აი მართლაც ვაშკაცი ადამიანი რა, იმიტომ რომ ხო აი ქცევაშის პასუხს ხო ეთყობა ადამიანს ვინ არის. ანუ ვერ ხედავთ, მაგრამ პირდაპირ ტონზე მივუთი და პირველ რიგში. პირდაპირ ტონზე მივუთი და აი ეგ ტელეფონი ჩაიდე ჯიბეშიო, მე არავითარ შემთხვევაში არ მაქვს მეუფლება შენი ტელეფონით ვინმეს ვესაუბრო. გამობრუნდა ჩვენ მანქანასთან, მოვიდა და ეს ესაუბრება დათა ახალაიას. თქვენი მანქანის ჩვენთან მჯდომი შეფი. ანუ ეს ეგრეთ წოდება. ეს არის გერონტი ალანია. არა. ეს სხვა არის. ეს სხვა არის. გვარი არის. არა. და სპიკერზეა ჩართული ტელეფონი ამის და ნუ გაკივის რა ამათი დედაზე მე ანუ ეს პიროვნება მოდის და ქეჩოში კიდევ ხაზა პატრულის ეს უფროსი ეს დაგანარცხეთ მიწაზეო რა. ესე იგი თქვენი გატაცების ამბავთან დაკავშირებით შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მისის გეტყვით ახლა რატომ? დიახ. აი ეს ეგრეთ წოდებული ჩვენთან დომინანტი პირი ეუბნება იცი რა სპეცოპერაციას გვიშლი ბიჭო? ბიჭო არა, მე ჯერ ეგრეთ წოდებით მომართე, ანუ ის სულტონს უსწორებს და მიუთითებს. რომ ის იმაზე არაფერს მეტი არ არის, თუ ნაკლები არა. და ესეც რამეს ეუბნება, რაც გვესმის ჩვენ ყველა. შენ ისიც არ იციო, გეტყობაო რა, რომ ყველა დაგეგმილი ოპერაცია ჩვენთან თანხმდებაო. საპატრულოსთან. რომელ ოპერაციას ატარებთ? და ამ დროს ახლა უძახის ამას, რომ მე შენი დედა ბორტიზო ნომერი არ ვამთავრებ ბოლომდე. ბორტის ნომერი მითხარი დროზეო. საპატრულოს, ანუ ხო უფროსი. ეს კანახობს ბორტის ნომერს და ირეკება უკვე ამ პიროვნებასთან. პასუხობს. რა თქმა უნდა გიცანით. აი პასუხი. არა, გამორიცხულია ვერ გამოუშვებ. მე გესაუბრებით
პასუხებს ხა იქიდან არ მესმის ხო ანუ ვინ ასე უბნება მაგრამ იმაში დარწმუნებული ხართ რომ დათაახალა დათაახალა ურეკავს ხა ამას ურეკავს უკვე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ამან ბორტის ნომერი მიაწოდა და რეკავს ეგრევე აი ნუ იმუქრები კაცურათო რა აი ბოლო ეგ იყო და გათიშა ტელეფონი ამ პიროვნებამ ამასობაში ეს დომინანტი ბრუნდება მანქანაში ჩვენთან და მძღოლს ეუბნება დავაი დროზე ხა ეს ყველაფერი გაამზადე ხა ამაში რა იგულისხმება ეს ყველაფერი გაამზადე ამან მანქანაში სანათური როა წინ კარები რო იღება და რო ანათებს ეს ჩამოიღო ანუ ჩამოწია და რამდენიმე აბი ნარკოტიკი ჩამოიღო იქიდან ხო და უკвеო და მე როცა გეტყვი მერეო ანუ უკვე ჩაუდოთო თუ ანუ ეს საუბარი იყო ბიჭო მე როცა გეტყვი მერეო აი ეს უცდის ეხლა რატომ ამბობ ბადუცემბოლებო რომ მე იმ ადამიანს მთელი ცხოვრება მადლობას ვუხდი თქო არავით ანუ არც მუქარით არც არა ანუ ამან თავის პოზიციები არ დათმო და ეხლა ხდება საოცრება აი ყველა ვინც კი იმ ორ მანქანაში იყო ეს კონსტიტუციის ეგრეთებული თანამშრომლები ეს პიროვნება უფროსი ავალებს მეორეს ალბათ თავის თანაშემწეს ყველას დოკუმენტი კაპოტზე და ამომიწერე ყველას ნომრები და შეასრულა აი ამან გადაგვარჩინა ჩვენ საპატრულო პოლიციის მეორე დღესთვის აღარ იყო არავინ ამასაც გეტყვით ვერ გავიგე რას ნიშნავს არავინ არ იყო დასაჯეს პატრულის თანამშრომლები გაუშვეს სამსახურიდან ანუ ხო ამის შემდგომ ეს საბუთები ყველაფერი როგორც ამან უბზანა და ეს ამოწერეს ყველაფერი ეს ჩვენი მანქანის ლიდერი მოკლედ ამას შორი ახლთან ვერც უბედავს რა ესე პირდაპირ კონტაქტოს უკვე ამაზე იმანაც იმოქმედა ამან დათასთან როგორ ისაუბრა ნუ და ამის გასაგონად თავისიანებთან საუბრობს ამან ბიჭებს აზრი არ არის რა ეს არ გაყო თავი და ნუ აი ეს ისინი ბოლოს უკვე ანუ ეს გაგრძელდა ეს ამის ესეთი გადარწმითი მუქარები ეს პიროვნება მოდის მანქანასთან შენ ხა გაჩერდები თუ ხელბორკირები დაგადო აი ამ სიტყვებით დამთავრდა და ალბათ 5 წუთი ამის მერე გასცა იმ აბზანება რომ არა ჯერ სპეცოპერაცია რაში მდებარეობს კი დაინტერესდა მაპატიეთ ეს გამომრჩა რა სპეცოპერაციას ატარებთო ხა ამასო ჩვენო ვერ გეტყვითო რა კონფიდენციალური ბოდიში თქვენ ამ დროს ისევ თავი გაქვთ კი და ამას ხედავს სავარაუდოდ ის პატრულის მოვიდა მანქანასთან ორი პირი ყავს არ უშვებდნენ მაგრამ მოვიდა მანქანასთან ჩაიხედა მანქანა ჩაიხედა ბოლოს ის რამე შეუგნება კარგით სპეცოპერაციას ატარებთ კოჯორშის რა კონსტიტუციის რომელი განყოფილება აქვს ერთი მითხარით კოჯორში რატომ მიდიხართ რა გიდათ კოჯორში ეხლაო აი ამ ორს დაკავებულს გადმომიჯეთ მე მანქანაშიო და მე გამოყვები და მე წამოვიყვანო სადაც მიყავთო ნუ ამაზე ატყდა ერთი ამბავი ნუ არა რაღაც აქეთ არ დაგხვთმეს კიდე ზარი განმეორდა ამ პიროვნებასთან და რაღაცა მე ერთმანეთში საუბრობდნენ უკვე პატრულის თანამშრომლები და ნუ ბოლოსო ანუ ეს ყველას ის მე მაქვსო და გავუშვით და გაგვიშვეს ავდივართ მოგეხსენებათ გირგურიანი ცხონებული სადაც აწამეს. მიყავ ზუსტად იმ ადგილზე. სასაფლაოზე.
დიახ. ოქროყარნაში. ოქროყარნის სასაფლაოზე. მივყავარ ზუსტად იმ ადგილზე და მანქანა რო ჩერდება, გვიტარებენ ესეც ინსტრუქციას, სიტყვიერს, რომ ეხლა აი ამ მდგომარეობაში როგორც ხართ, სირბილით გამოყვებით. მე მარჯვენა მხრიდან გადმოიყვანეს, ვამეხი მარცხენა მხრიდან გადმოიყვანეს და უკვე იქ ადგილზე მელნიკოვი გამოგვეცხადა და გასაბზანება ეს ქვემოთ ეს აქ ყავდეს სანამ მე არ გეტყვით ჩემზე და ვამეხზე ბზანება ეს ქვემოთ ვამეხი აი ეს მოხრი მდგომარეობაში რა თქმა უნდა ორს უკავია და ნუ სირბილით როგორც და მიყავთ პატარა ხევია იქ რა მიყავთ იმ მიმართულებით მე უცბად უკნიდან ფეხებში მხვდება ვიკეცები მე კეფაში ვარდები მიწაზე მადგავს მუხს ზურგზე და იარაღს მაბჯენს კისერზე მელნიკოვი არა ეს მანქანაში ვიც მანქანიდან გადმომიყვანა მელნიკოვი მარტო ბრძანება გასცა და მარტო ბრძანება არა ანუ ვამეხი რო გაატარეს ანუ ერთგვარი კორიდორი მოუწყეს ციხლის ჩარტყმა და ეს შენი მითონზელი ბიჭი და ნუ აი ეს გინებები და ფიზიკური შეურაცხყოფებით ჩაიყვანეს ვამეხი დაბლა ეს რომელი საათია? უკვე სადღაც 5-6 საათისკენ არის ეს რა. დღის ბოლოს. კი. დღის მეორე ნახევარში. კი ბატონო. და ჩემს ეუბნება მელნიკოვი რომ ამას ჯერ არაფერიო. ყავდეს ესე. სანამ მე არ გეტყვი. ნუ ჩემთან დარჩა სამი პიროვნება და დანარჩენი დაიძრა ხევისკენ, საიდანაც ვამეხი წაიყვანეს. აი აბსოლუტურად ყველაფერი მესმოდა. ყველა დარტყმა, ყველა გინება თუ აი რაც იქნებოდა, მოკლედ ერთადერთი რომ თვალნათლი ვერ ხედავდი, თორე აბსოლუტურად ყველაფერი მესმოდა. და რო ვიცექი სახე ხომ მედოდა მიწაზე და სახის მხარეს შევცვალე რაღაცა ის ნესტიანის ყდა გამიცროშ და ამაზე შემდგნენ მე ანუ როგორ გავბედე რომ თავი შევაბრუნე ანუ ესენი მირტყავენ და ამ ჩემი ცემის დროს ამოდის მელნიკოვი და აი იგინება რაღაც საშინლად ამათ მიმართ მე თქვენ რა გითხარით თქვენი ანუ მე გითხარით რომ ხელი დააკარეთ ხო კარგა გაფრთხილეთ ნუ მოკლედ ეს რაღაც პერიოდი რამდენიმე წუთი ამათ იგინება გაგრძელდა და დავაი ხა ეს წამოიყვანეთ დაბლა გასაბზანება მეც ვამეხის გზით ჩამიყვანეს და ხედავ რა რასურაც ვამეხი მუხლებზე გდია აი წარმოიდგინეთ რომ თვალების ადგილზე რომ აი ბრიტვა რო გაუსვა ადამიანს აი მარტო ის ხაზი რო იყოს აი ნაცემის მინახია აი ყველაფერი აი ეგეთი არაფერი მინახია რა აი გარწმუნებთ რომ ვერც თქვენ ვერ წარმოიდგენთ ახლა იმას რასაც მე გეუბნებით ეს უნდა გენახათ სწორად გამიგეთ რა წარმოდგენით აი წარმოსახვითაც ვერ წარმოიდგენთ რა დღეში იყო მე რო ის და პირველი ჩემი რეაქცია რაც იყო მაისური გავიხადე მივედი და სისხლს მინდავ რა და ნუ ეს ვეღარც ლაპარაკობს აი ვეღარც ხედავს ვეღარც ლაპარაკობს სისხლების პირიდან ორი თვალი დაკარგა სხვათა შორის თვალი ამოუგდეს და
ვამეხი არის მოთავსებული, მოთავსებული ხან ეს ვამაზად ნათქვამია. დაჩოქილი და ვამეხის უკან არის ხევი. ორი ვერზილა უდგას, ანუ ერთს, ხა წარმოიდგინეთ. არის ერთი 40 სული. აი 8 არ შევცდე, რა და ტყილი არ გამომივიდეს. თუ მეტი არა. მე ვიძახი მინიმუმს. ვამეხი არის მარცხნივ, მე რო ჩამიყვანეს, ანუ ჩემი ხედავების არეში მარცხნივ არის ვამეხი დაჩოქილი, ორს უკავია ერთს თმებით და მეორე განუწყვეტლი ურტყავს და ბოლოს რო ეთქვა, ანუ ხელი ეთქინა თუ რაღაცა გადაიხვია, კიდე რაღაცა მაისური სპორტული და მე იმით ურტყავდა. და რომ მივარდი და მოწმენდა და რა შვებით მე კლავთ მეთქი? ხალხი არა რა შვებით კლავთ მეთქი და ანუ აი ეს იყო და ორივესგან უკვე ჩემზე დაიწყეს, მე დამიწყეს სემა. და ანუ ამის მოპირდაპირედ არის პატარა ბეგობი, ეს შემაღლება. სადაც განან პატივცემული დავითი დათახალაია. ხელმარჯვნივ გვერდს უშენებს მელნიკოვი და ხელმარცხნივ ალანია. ბოდი საზოგადოებისთვის განმარტავ, ეს დათახალაია, გერონტი ალანია და ოლეგ მელნიკოვი. დიახ. ზოგიერთმა ახალგაზრდამ შეიძლება არ იცოდეს. ზუსტად. დღეს არიან იმ დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, რომლებსაც ამ დროს ოკუპირებულ საქართველოში აბარიათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ზუსტად. ზუსტად. აი პარადოქსი ამაში. ეს იგივე ხევია, სადაც ანდრო გირგულიანი აღმოჩნდება თქვენს შემდეგ 4 თვის თავზე 2006 წლის იანვრის ბოლოს და სტრასბურგის სასამართლოში, როდესაც ეს საქმე შემოვა, იქ წერია, რომ სანდრო გირგულიანი თურმე ამ ხევში თავისით აღმოჩნდა და ეკალ ბარდებზე გადაიჩეხა და ის ჭრილობები, რაც ჰქონდა მას მიყენებული, ქალბატონი თინა ბურჯალიანი, ზურაბადეიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც სტრასბურგში ჩამობრძანდა და წარდგა სასამართლოს წინაშე, მე ვიყავი ამის მოწმე, იქ მუშაობდი, ამტკიცებდა ისე, რომ არ ცხენოდა, რომ თურმე მაყვლის ეკალ ბარდებზე გადაიჩეხა აი ამ ხევში, სადაც თქვენ ყვებით, რომ 4 თვით ადრე გაგისწორდნენ ფიზიკურად, გადაჩეხილა სანდრო გირგულიანი და ასე მიაყენა თავის თავს უნებლიეთ ის ჭრილობები, რამაც მისი სიკვდილი გამოეწვია. შემდეგ ქალბატონთია, მე და არა მარტო მე ვთვლი მთელი საქართველოს თქვენი უდიდესი მადლიერი უნდა იყოს თქვენ სტრასბურგში, აი ეს ყველაფერი სიმართლე რომ მართლა აი ზედაპირზე ამოიტანეთ რა. ეს თქვენი დამსახურება და ამაზე მე მადლობას გიხდით. გულწრფელად. ეხლა რა ხდება? ჩემი ცემა შეაწყვეტინა ახალაია. და თან ასეთი ცინიკური ღიმილით რა. რა თქვა ბიჭო მაგან ოროეთი რომ მოკლასთან დაკავშირებითო. მოკლასთან და მე ვთხარი მე რომ მივედი პირველი ჩემი რეაქცია იყო რა იყო კლავთ მე ვთხარი. ანუ და ეს გაიმეორა დათამ უკვე ირონიით. და ვისაც კითხა, არ დავაცადე, მე უპასუხე ისევ. ხო, ნუ თქვა რა მოსაკლაუს მოგიყვანეთ აქ თქო? რა ის ხვებდა თავში ვიკავებ რაც მიწოდა. და აბა შე რა გუნე ხა აქიდან სახში? ცოცხალი მიხვალო? და ამათ ანიშნა ამ ორს აი ზუსტად ეს ჟესტიკულაციით. რომ მოგშორებოდნენ ალბათ. და მოგშორდნენ კიდევაც. აიწიან ამ ბეგობს და დაუდგნენ შებს გვერდით. ამ დროს დათა ახალაია პიჯაკს წევს
იღებს იარაღს, აი ეს მდგომარეობაში ტენის და იწყებს აი ეს თამაშს. ხან მე მომიშვერს, ხან ვამეხს. ხან მე მომიშვერს, ხან ვამეხს. აი ეს გრძელდება 1-2-3 წუთი. და ნიცინის. ბიჭო მე თქვენი დედა ნუ არ ვასრულებ. რომელი პირველი? და აი ჩემი დაუყოვნებელი კითხვა საპირისპირო. ანუ ხოცავთ. ეს მართლა დებილია ეს თუ თავს იდებილებს. ეკითხება მელნიკოვს. ჩემი კითხვის მერე. ნუ შო გასაგებია მე ვთქვა, მაშინ პირველი მემესრულებიც მეთქი რა. და ამაზე მელნიკოვთან რაღაცას იმაშებოდა რა, საუბრობდა ესე იმით, რა ქვია, აგდებით და ეს რო უთხარი უცბად გაჩერდა, დასერიოზულდა და მიყურებს. გაიმეორე რა თქვიო? ხო, ნუ ვთქარი. დავწმუნდი, რომ ხოცავს მე ვთქარი და თქვენ კითხვაზე კი პასუხეთ მეთქი ხა, რო ამდენი ხანია გვეძახთ, პირველი მემესრულებიც მეთქი რა. რატო შენ? ვთქარი. ფაქტია, თქვენი თვალით ხედავთ, რომ ეს ვერაფერს დაინახავს და ვერაფერს გაიგებს. ჩემი ბავშვობის მეგობრის, ჩემი პლუს ამას ჩვენ ნათლია მირონი გვაკავშირებს, ჩემი შვილის ნათლია ვამეხ. ჩემ ძმაკაც, ჩემი ნათლია მირონი ხარ. ნუ მაყურებინებ მე მოვთხარი ამის კულის და ჯერ მემესვარ და მე მაგას აზრი მე ვთქარი თქვენ სხვა არა აქ. შენ ბიჭო ხა ამას მართლა იძახიო? მე ჩამეცინა და ანუ გზა მაქვს სხვა მე ვთქარი? წევს ანალოგიურად პიჯაკს, იდებს იარაღს და აი ესე ჯესტს აკეთებს, ასე ორი თითით ბრუნდებიან და იწყებენ გზას გზისკენ. და ეს ამალა მიყვება. ამ დროს ვამეხი, შეუმლე რომ ვამეხ, მიდიან მეთქი, მიდიან. ანა დაფუძავენ. გაიქეჭი, გაიქეჭი. ვეღარ ლაპარაკობდა უკვე. მე მეხვეწებოდა გაიქეჭი. კბილები და ვერ საუბრობ. მე კბილი არ დამიტოვეს. ანუ ხერხულია ხო, კბილი არ დამიტოვეს. სულ იარაღის ტარიც ამაქვს ჩალეწილი კბილების. მოკლედ. ანუ ამაში გარდა იმისა, რომ მე მეხვეწებოდა გაიქეჭი თავს უშველეო. ანუ სხვას ვერც აკეთებდა ვერაფერს. და არც არაფერს ამბობდა, ვერც ამბობდა. ანუ იყო აგონიაში, აი რასაც ქვია რა. ამ დროს თქვენ ხედავთ, რომ მას თვალი ამოვარდნილი აქვს თუ მერე დაკარგა. არა, ეს ვერ დავინახე. კაბადოთ, როგორ დავინახავდი? მე წერა გიჩვენა, აი პატარა, აი ბრიტის, აი ბრიტო რო გავს, აი მეტი არაფერი. საშილად. და თავს დაბლა ხელი არის არ დაუყარებია ჩვენთვის. გვიტყავდნენ სულ თავში. თავის არეში. ვამშვიდებ, კაი, დაწყარდი, ნუ გიშინია. არა, მეთქი არა, როგორ მიგატოვებ, სად მიგატოვებ, სად გავიქცე? ნუ მე ჩემებურად ხა. ანუ ხა იმასაც ვერ გეტყვა, მას რაღაც გააზრებულად, აი, რაც იმ მომენტში, აფექტში. ანუ იმას გიხსნით დეტალურად. უკვე შებინდებულია და ამათი წასვლით წუნდები, იმით რომ უკვე აი ავტომობილის ფარებს ვატყობ, რომ თანმიმდევრობით აი გზისკენ ნათება უხევს და გადიან. კიდე გამორჩა. ანუ როცა მელნიკოვი და ანუ დათა მელნიკოვი და სანანია რო წავიდნენ, 1.50 მეტრით რო გავჩორდნენ ჩვენ, ჩერდებიან, დათა უბრუნდება მელნიკოვს
რაღაცას ეუბნება, ავალებს და მელნიკოვი აი ზუსტად და მოდის ჩვენსკენ. აი კი ვიფიქრე რომ მეთქი всё. და შუაგზა გამოვლისზე ხელი მიაქვს უკან. და აი ორშულს პიცავ, აი ვამეხის თავი მოვიხუტე მარტო რა და ანუ всё ველოდები რომ ეხლა რაც უნდა მოხდეს. გაინკენჩი ეს ზუსტად გაინკენჩი და მოდის მელნიკოვი ჩვენ დასაბედინებთ იღებს საფულეს ჯიბიდან და არა იარაღს ეხლა კარგად მომისმინე შენ იმიტომ რომ ამას არაფერი არ არის მისულ და იმედებს რომ ზურგ გაიგებს სიტყვას ან დაიწყო ჩემით აი თელი ჩემი ოჯახი დამისახელა ორი თვის შვილი მეუღლე ან ყველა ეხლა ამას რატო აკეთებს თურმე არავით არის ავადმყოფა გაფრთხილებას გვაძლევს არავით არის პოლიცია ანუ არავ სახლის იქით ნაბიჯი და ისჯებით აი როგორ ამოგწყვიტავთ ოჯახებიანად და მე რას მეუბნება თან აი შენ იმენა ბოლოს გავიხვიტავ თავს რომ გაყურებინებ ყველა ოჯახის წევრს როგორ ამოგიწყვიტავ და მე შენ დაგაკლავს ზედა იგივე მოელის ამას თუ იცოცხლავ არ ვიცი რატო იღებს მაშინ $2 კუპიურები იყო $2 კუპიურას და ეს თავზე გვაფშნის ან ეს მოფშნით გვაფრის $4 $4 ალბათ ეს იქნება ეს $4 ვერ გეტყვით და მიდის ანუ ეს გაფრთხილება ეთქობა ეს დაავალა და მიდის ამის მერე წეგან რომ საუბრობდი ეს ფარები და იმით რომ მე ვამეხი 1-2 წუთი დავტოვე და მერიდება მაგრამ ნუ ეგრეა რა ახლა სიკვდილს ყველა არავის არ და ხოხვით და ფორტყვით ავედი რომ აი რაღაცა მეთქი ხო რა ნუ დამეთვალიერებინა მართლა ყველა წავიდა თუ არა ანუ დავწმუნდი ჩამოვედი უკან ვამეხს ჯერ უკინა შემოუდექი ვამეხს არ მაღალი ბიჭია და ეს ამშხელი გამოუყარე და 1-5-6 მეტრი კი აი რას ვქე გამოვათხია მაგრამ ეს კი არ გამოვა ეს მოწინდან მოუარე ზურგი დავიჩოქე მივიწიე ან ხელები განმოვაწევინე მოვიკიდე ზურგზე და აი მუხლებით ავედი ამ ბეგზე ანუ პატარა ეს ველია პატარა და მე გარშემოს ნაზვი ანუ გზიდან ვაფშე არაფერი არ ჩანს რა ის აი ეს მაგათი ის იყო რა ადგილი ეს ზუსტად ის ადგილია სადაც გირგვიანი ცხოვრებული გზამდე გავიყვანე მოკლედ ვამეხი უკვე სიბნელია და ვამეხი მოკიდებული ესე მიჭირავს ერთი ხელი ამით მიჭირავს მეორე ხელზე ესე მიკიდია ეს ხელი და გავლელ მანქანებს აი ზოგს ვეხვეწები ესე ზოგს აი ანელებენ და აი ვამეხს როგორც ხედავენ ეგრევე სისწრაფე და გარბიან გავაკეთო ანუ ერთი რო არ მოგატყუთ 15-20 წუთი ამ მდგომარეობაში ვიყავით მე ერთი რამე ესეთი მომაფიქრდა ვამეხი ისე მოკიდებული 15-20 მეტრით ქვემოთ ჩავიყვანე და გზის დამცავი ის რო არის იმაზე მივაყუდე და ეს მაისურით ის მინდავდი სისხლი შემოვაბრუნო სისხლი არჩენებული გადავიცვი და ავიწიე მეცოლა ზევით რომ მარტოს იქნებ მანქანა და მოკლედ რამოდენიმე ხანში ჩერდება მათაც ვეხსოვები ახლა და თუ გვიყურებენ მათაც უდიდეს მადლობას ვხდი 3 ასაკიანი მამაკაცი აჩერებენ და პირველივე რა არის ავარია მოგივიდათ ხო მოგივიდაო და კიტყვილი თქვი მაგრამ ნუ სხვა გზა არ მქონდა კი ანუ ხარი და
მანქანა მე უთხარი არ მაინტერესებს მანქანაზე აღარ მეგობარი ყავს ძალიან ცუდად სად არის შვილო სად უთხარი ცოტა ქვევით მყავს რო ვერ დგას ფეხზე თქო რა მოკლედ ამ დაუცვლიმა ხალხმა წინა სავარძელი გადაწიეს ვამეხი თავის ხელით ჩააწვინეს მანქანაში ალბათ მიხვდნენ რომ ავარიასთან არ იყო საქმე. არა. ვერ მიხვდნენ. არა. ბოლომდე არაფერი არ მისქე. და ვამეხი საერთოდ საუბრობდა. და ეს კაცი მეკითხებს საცხოვრებში და სოლაში მე ვთხარი აი ჩავალთ თუ არა. არა მაგრამ მე მანძილზე აი ძალიან კაია და არა შვილო სადაც არ მეყოს ყველა წაგივარ სამავტყოფოში. აი სამავტყოფოს ხმა იყო და გამორიცხეს მე ვთხარი. რატო შუა კაი ძებნილია მე ვთქვა და სამწყობში ვერ მივიყვარ მეთქი რა გასაგებია კარგია შუა როგორ შეიძლება და მიმიყვანეს სტაბიძეზე აი ამ კეთილმა ხალხმა თავის ხელით მე-4 სართულზე ვცხოვრობ მე-4 სართულზე ჩვენი სახლი დამეხმარნენ ამაყვანინეს სახლში და წავიდნენ თავის გზაზე ვამეხსა რა შეგვეძლო პირველადი ჩაუ ხა სხვა ეს სისხლები ეს ჩემმა მეუღლემ გამოუცვალეთ ისა ვამეხი ვეღარც საუბრობს ვეღარც მოძრაობს აი კიდე ბევრი რაღაც ისეთი იყო რომ აი ხა და მოკლედ ურეკავ ვამეხის და კალბატონ მზიას გარდაიცვალა ეს კალბატონი ზედა მე ვთხარი სასწრაფოდ ჩემთან უნდა მოხვიდეთ რა ხდება შუ დედა თქვი დედა ბრძანს დიახ ზედა ვერაფერს ვერ გეტყვით მე ვთხარი რომ მოხვათ ყველაფერს აქ აგიხსნით მეთქი რა და ცოცხალია აი ერთი ეს კი ზედა მე ვთხარი ცოცხალია გელოდებით აი მართლა წუთებში წერეთაზე ცხოვრობენ რა ვამეხ წერეთაზე ცხოვრობს მართლა წუთებში კალბატონი მზია და ვამეხის ჩვენი კიდევ ერთი მეგობარი თავდაცვაში მუშაობს მოვიდნენ და აი ვამეხი რო დაინახა აი ქუჩაიგეცა ანუ შვილი ვერ იცნო წარმოგიდგენიათ აი ჩემ ოშუს პიცავარ ვერ იცნო შვილი დედამ შვილი ვერ იცნო ისეთ დღეში იყო და ანუ ეს ემოცია იყო და მომვარდა მე რა უქენით აი მზედა და მოთხარ ხა ჩვენი მეგობარიც მზედა აი რა გჭის კახა რა ანუ დაებინდა რა ქალბატონს რა მზედა კახა ვარ მზედა მოთხარ რა უქენით ჩემშვილს ეს არ არის ჩემი შვილი კიბის მხოლოდ ამას მომიყვანეთ ჩემი ვამეხი ну ბოლოს დავამშვიდეთ მოკლედ დავამშვიდეთ ეს კალბატონი და აუხსენი სიტუაცია ზედაი და მე ვთხარ არავითარ შემთხვევაში არც სამართლობა არც პოლიცია ან არავითარი სტრუქტურა გამორიცხენ თუ გინდათ რომ თქვენი და ჩემი ოჯახიც დარჩენენ ცოცხლები ვიყოთ ცოცხლები შერებს მელაპარაკები ზედაიდა ის ჩემი ორი თვის ბავშვი მაინც შეიცვალა მე ვთხარი არ გააკეთო გთხოვ ну დედა მოწოდებული იყო იქითკენ რომ შვილი გადაარჩინოს რა თქმა უნდა არა მე კი არ ამტყუნებს ხოლმე მე უბრალოდ ფაქტებს უხსნი და მინდა რომ ანუ ბოლომდე გავაცნობიერო ქალბატონი რომ ანუ ჩვენ ამის მერე რა გვემუქრება დიახ კარგი ნუ ერთი სადაც საცმელი წაიყვანეს ვამეხი ჩავყვანეს მანქანაში ჩავაწვინეთ
მე ვბრუნდები სახში და მეორე დილით არავით არის ტელეფონი, არაფერი, ვდგები, ვიცმევ და მივდივარ წერეთელზე, ვამეხი რომ ვნახო. არკიდან ჩემი გასვლა და მარჯვენა მხრიდან ვიღაცა პადროს მიყრის. მე შენი ახვარი დედა და ოჯახი და ესე და ისე, მე შე რა გაგაფრთხილე ბიჭო. და ანუ აი ეს პადროჩკი და აი ეს სიტყვები ერთი იყო და რო ავხედე მელნიკოვი. რა ხდება რაზე მაყენებს რა ხდება მე ვთქვა. არის ნაბოზოა რა ხდებაო. რა გინდა საავადმყოფოში? რა საავადმყოფოში მე ვთხარი. კიდევ ერთხელ რო ავხსნათ ეს გახლავთ ოლეგ მელნიკოვი კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის მაღალ ჩინოსანი, რომელსაც გამართლება რომ სიკვდილით დავიჟებოდით. ამ დროს აბარია დაიცვა სახელმწიფო უსაფრთხოება, უშიშროება უზრუნველყოფის ქვეყანაში, რომ თქვენ მშვიდად იცხოვროთ. რა თქმა უნდა. დათა ახალაია, რომელიც ხელმძღვანელი იყო ამ სამსახურის და 2012 წელს გადადგომა და მისი მარჯვენა ხელი. ამ მომენტში ქალბატონთია ოლეგ მელნიკოვი იცავდა დათას ინტერესებს ჩვენს მიმართ, რომ ანუ ჩვენ არაფერი იქით არ. ხო. და ესე ჩავყავარ პოდრუჩკი და თან ესე გრუპად მიმათრებს რა ასე რო ვთქვა და უხსნე რომ მეთქრი რაღაცა შეცდომა რაღაცა გეშლებათ და ამ გეშლებაზე მიმახეთქა კედელს. რესპუბლიკური საავადმყოფოში არ იყავითო? მოვხარი ხა მომისმენ. სახში რომ მოვედი, დავრეკე დედამისთან, მოვიდა დედა და გავატანე თავის შვილი. და თან მაგინებს. მე შენი ესე შენ მე ვთქვი, ეს ამირა, ჯერეგეთი იკთხო, უკვე მართლა თხოვ აი იმით გავიდო. კთხო მე ვთქვი, რომ ნუ მაგინებ. კთხო, ნუ მაგინებ. და თუ შეგიძლია მომისმინე. აღელვებული იყო თვითონ. მაგარი. მიდი აბა გისმენ. მე ვთქვი, უყალიბებ. დაურეკე დედამის. მოვიდა, ჩავაყვანინეთ, მანქანაში მეგობარი აღარ მიხსენებია ხა იმას. შეგნებულად. მანქანაში ჩავაწვინე და წაიყვეს. თქვენი დაბარებული სიტყვით ყველაფერი მე ვთქვი გადაცემული მაქვს. ეხლა სად მიეთრებ? მივდივარ, არ მივეთრები. აი ეხლა ზუსტად ტელეფონზეც არ დავრეკე, მივდივარ ტრანსპორტით წერეთელზე რომ ვნახო სანახავად. აი ეხლა მაინც გჯერათ მეთქი რომ მე საერთოდ არაფერი არ ვიცი. ნუ როგორც ჩანს დაიჯერა. მაგრამ მაინც თქვა დამიტოვა. ხა მე ამაში კარგად ბოლომდე გავირკვევიო. აი ზუსტად იმას გესაუბრებით რაც იყო. ხა მე ამას ბოლომდე გავარკვევო, შენამდე სიმართლის მელაპარაკებიო. და მე ვიცი რომ რას მიმოქმედებ. და მიდი წაეცრიე. აი სწორად. ანუ ვაჩერებ ტაქსს მივდივარ წერეთელზე, რას მიმოქმედებ. და მიდი წაეცრიე. აი სწორად. ანუ ვაჩერებ ტაქსს მივდივარ წერეთელზე, ვამეხთან ოჯახში, შევედი, ზედა ხო გთხოვე მე უთხარი რა. ეს ამბიციური ქალბატონი იყო რა და არ მინდა ხა იქ საუბარი. всё, არ მინდა. ეხლა დაჯექი და ვინ იყვნენ რა იყო, ვინ მიყავს შვილს. უნდა ვამეხი ზალაში იყო რომ შევედი რა და ანუ ხელით მანიშნებს რა. არ ვიცი არაფერი. აი ეს ქუჩიდან გაგვიტაცეს. ამ დღეში ჩავყარეს. აი მეც მე ვთქვი ხო ხედავ აი კბილი აღარა.
ვინ გითხრამზე და ვინ დაგისახელო ერთადერთი გეუბნები იმას რაც დამიბარეს მე თორე ვამეხიდან დაბარების აზრი არ იყო დამიბარეს რომ თუ კი რაიმე დაწესებულებას მივმართავთ ოჯახებიანად ამოგწყვეტავენ თქვენს და ჩვენს მაგრამ ისეთი მიხოს დაიწყებენ ჩემგან მე ვთქვა თუ ამას თქვენ რა მნიშვნელობა აქვს არ იჯერებს ეს ქალბატონი არა ну ბოლოს როგორც იქნა უკვე ვამეხმართ მეტყველება დაიწყო რამოდენიმე დღე დაჭირდა ანუ ვერ საუბრობდა საავადმყოფოში იყო მიმართა საავადმყოფოს იმ საავადმყოფოს ეხლა მაგას გეტყვით საავადმყოფოები აბსოლუტურად ყველა გაფრთხილებული მიმღებიდანვე გამოაბრუნეს აი ეს ფაქტურად მორსი არ მიიღეს საავადმყოფოში რომელ საავადმყოფოს რესპუბლიკოს მიმართა დედამ წაიყვანა შვილი და იქ გაფრთხილებული იყვნენ რომ არ უნდა მიეღოთ და მოაძახა ექიმმა რომ ისე რომ საკაცით შეიყვანეს და საკაცითვე კორიდორიდან გამოატანეს იმაში ანუ პირველ დახმარებას არ აღმოუჩინეს ატანენ უკან და თან ექიმმა მოაძახა აზრი არ აქვს არც საავადმყოფოში ერთად ყველგან ეს სიტუაცია დახვდებათ გასაგები დააზუსტეთ ბატონო თქვენ რასაც ყვებით რამდენიც გავიგე სასამართლო პროცესი გამართულა ეს ყველაფერი ეს ფაქტები დადგენილია სასამართლო დიახ რა თქმა უნდა არა ეს საზოგადოებისთვის თორე რა თქმა უნდა დიახ ის ფაქტები რასაც მოგვითხრობს ბატონი ახლა აი აქ არის ეს დოკუმენტი რომელშიც აი ყველაფერი სიტყვას სიტყვით ასე ხა მე ვსაუბრობ აი აქ არის ეს არის განაჩენი გენ პროკურატურის ჩემი ოქროს მოწმის დასტური და ჩვენება აი რასაც ახლა თქვენთან ვსაუბრობ დადგენილი ფაქტები დიახ რა თქმა უნდა ამოწურეთ თქვენ ну რიტორიკა ახლა იქ იმდენი ემოცია და ახლა ამას ყველაფერს უკვე ხომ კარგი მაშინ კითხვა პასუხის რეჟიმზე გადავიდეთ ჩვენ გამოვიდა რომ სხვა გზაც არ გქონდა გაგახსენეთ ის რაც ალბათ ვცდილობთ რომ აღარ გაიხსენოთ ხოლმე მაგრამ თქვენ ჯერ ეს ერთი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მოაწოდეთ ჩვენს კომისიას ეს ჩემი ვალი იყო მაპატიეთ გაწოდებით მადლობა რომ ამას ასე უყურებთ ასევე საზოგადოებამ გაიგო იმ ეგრეთ წოდებული გირგვლიანი 2 საქმის შესახებ რომელიც რეალურად გირგვლიანი 1 გამოდის იმიტომ რომ თქვენი შემთხვევა სასწაულებრივად გადაურჩით მას სიკვდილს და მომხდარია 2005 წლის სექტემბერში სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ზუსტად დათაახალიეს დავალებით მელნიკოვის მონაწილეობით, გერონტი ალანიას და სხვების მონაწილეობით იმავე სასაფლაოზე, იმავე ხევში აღმოჩნდნენ 26 იანვრის ღამეს ნინოობა რომ თენდებოდა და სანდრო გირგვლიანი იმ ხევში მოკლეს. ჩვენ და საუბედურთ იმუბედურთ არ გაუმართლა რა ჩვენ მოკლეს და მერე ამტკიცებდნენ რომ ეკალბარდებზე გადაიჩეხა თურმე თავისით. აბსურდი. შესაბამისად ამ საქმის შესახებ, თქვენი საქმის შესახებ საზოგადოები, ფართო საზოგადოება დღეს იგებს პირველად. თქვენ ასევე შესაძლებლობა მოგეცათ რომ რამდენიმე პირისთვის ვინც მისდა უნებურად, იმიტომ რომ ღირსებას უერთგულეს თქვენს გადარჩენაში წვლილი შეიტანა და ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა რომ ახალგაზრდებს და ვინც იმდროინდელ რეჟიმს მცირეწლოვან ასაკში იყო და ვერ აფასებდა, მათ მოუთხროთ რომ ეს არ არის რაღაცა გამოგონება. თუ შეიძლება მე მოგცემთ სიტყვას რასაკვირველია. მათ იცოდნენ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მაშინ ერქვა კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახური, კუდს ხელმძღვანელობდა დათა ახალაია და ოლეგ მელნიკოვი მისი მარჯვენა ხელი იყო, გერონტი ალანია და სხვები იყვნენ სხვადასხვა სამმართველოს ხელმძღვანელები, მაღალჩინოსნები, მათი პირველი და უპირველესი მოვალეობა იყო დანაშაულის პრევენცია. რა თქმა უნდა.
დანაშაულის გამოძიება, გახსნა და გამოძიება და დამნაშავის დასჯა და რაც უსაფრთხოების სამსახურის უპირველესი პრიორიტეტია ტერორიზმთან ბრძოლა, საფრთხეების ქვეყნისთვის არიდება, თქვენაირი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მშვიდობიანი პირობების შექმნა ცხოვრებისათვის და ოკუპირებული საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების დაცვა. ამის ნაცვლად კუდის ხელმძღვანელი დათა ახალაია იმყოფებოდა ოქროყანის სასაფლაოზე და ხელმძღვანელობდა თქვენ სადამსჯელო ოპერაციას და არა, მაბადე, ტაბიძის ქუჩიდანვე ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობდა და ტაბიძის ქუჩიდანვე მისი დაკვეთით და სასაფლაომდე ის წყვეტდა თქვენ ბედს მოკლავდნენ თუ არ მოკლავდნენ. აი ასეთი რეჟიმის პირობებში უწევდა ჩვენს ქვეყანას არსებობა და თუ ჩვენ თვალს გვადევნებენ ისინი, ვინც იყვნენ ამ ყველაფრის შემოქმედი, ასევე მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც შემდეგ განაცხადა, რომ კრიმინალები შემომეპარნენ ხელისუფლებაში, თორემ მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდიო, დღეს უკვე ვეღარ იტყვის, რომ არ იცოდა და რა თქმა უნდა, ის არამც თუ საქმის კურსში იყო, არამედ იყო მთავარი ავტორი ამ დანაშაულებრივი სისტემის. იყო ხერხემალი. დიახ, შესაბამისად, მადლობა, რომ ამის შესახებ საზოგადოებას აცნობეთ. მე ერთადერთი კითხვა მაქვს, სანამ სხვები ჩაერთვებიან. ბატონი ვამეხი. დიახ. რომელიც იყო მთავარი სამიზნე მისი დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რომ მოგვახსენოთ, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს დანაშაული გახსნილი იქნა და განაჩენიც არის სახეზე დამდგარი. დამნაშავეების მიმართ თქვენ დაზარალებული სტატუსი მოგენიჭათ და მოგეცათ სასამართლოში თქვენი სიმართლის დამტკიცების საშუალება. ეს რომ იცოდეს საზოგადოება, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა ბატონი ვამეხის და მე საზოგადოებას მინდა უთხრა, რომ ისიც იყო ჩვენ მას ასე ვთქვათ ოფიციალური შეტყობინება აღარ გავუგზავნეთ, შევთავაზეთ მობრძანება მისი წარსული ვითარებიდან გამომდინარე და არჩევანი მოგეცით, ან ერთი მობრძანებულიყავით, ან მეორე. თქვენ დათანხმდით, მან თქვა, რომ თქვენს მის ინტერესს თქვენ გამოხატავდით, ამიტომ თქვენ გიკითხებით და მას არა. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ უთხრათ საზოგადოებას და შემდეგ უკვე წევრებს თხოვ დასვლა. ხალხო, მოგახსენებთ, არა მარტო ვამეხის. უფრო მეტად ვამეხის, იმიტომ რომ ვამეხი მითვალი დაკარგა. ამ შემთხვევაში ცალი თვალი დაკარგა. გაგვანახევრეს რა ხალხო, რა, კარგად გამიგეთ რა, ხა მე დეტალებს ვერ მივყვები და ვერ ესე ვერ ჩა გაგვანახევრეს. მე გავხდი პირველი ჯგუფის ინვალიდი და შეძენილი ეპილეფსია მაქვს, გულყრები, ანუ ეს თავში ცემები. რაც მანამდე არ გქონდა. არა, რა თქმა უნდა, რა მანამდე მქონდა, არა. ვამეხი თვალი დაკარგა, ჯანმრთელობა მომსპარი, ჯერ აი კიდე ვიმეორებ, ნამდვილად არ გვეგონა თუ საერთოდ გაივლიდა. აი ამას პირდაპირ გეუბნებით. დღეს დადის და დადის შეშმო პირია რეალური. კი, შეშმო პირია, კი. კი ბატონო. ორივე კარგად გავხვალეს შეშმო პირები. კი ბატონო. ბატონი ალექსანდრე, ბატონი სოზარი, ბატონი ილია, ბატონი გურამი. დიახ. მოგესალმებით ბატონო კახა, რა თქმა უნდა. მოგესალმებით. ძიმე მოსასმენი იყო ეს ყველაფერი, არა მარტო ჩვენთვის კომისიისთვის, ამას უყურებს სრულად საზოგადოება. მე რა მინდა გკითხოთ, რომ რატო მოხდა ეს ყველაფერი, რატო იყავით თქვენ სამიზნე? ან ვამეხი, თქვენ როგორც მე გავიგე, უკვე ამ ისტორიაში ჩაერთეთ ვამეხიდან გამომდინარე, მაგრამ რა იყო ამისი მოტივი? რა გაიგეთ? გითხრეს, არ გითხრეს? მოგახსენებთ, კი, მე ვიცი კიდევაც ყველაფერი. ანუ მიზეზი, რასაც ქვია. ამ ყველაფრის მიზეზი იყო ვამეხის მეგობარი გოგონა. სახელს არ დავასახელებ. არ არის საჭირო. ანუ ვამეხი და თავის მეგობარი გოგონა იყვნენ სიყვარულის სიღნაღში. ორდღიანი დასვენებები წავიდნენ დასვენებას.
ხამი 4 საათზე ამ გოგონას ტელეფონზე შემოდის ზარი. გოგონას ზინავს და რა თქმა უნდა ხა მამაკაცები ვართ პასუხობს ვამეხი. იქიდან მამაკაცის ხმა. ბიჭო შენ ვინ ახარ იქ დამალაპარაკე? ვინ სადრეკავ? პირველი კითხვა ვამეხის. ანუ ეს ვამეხის მონაყოლს ვის სადრეკავ? ბიჭო შენ ძალიან გასაუბრებს რეკავ კარგად დამალაპარაკე. და ანუ აქ მოხდა უკვე ორმხრივი არ შელაპარაკება რა უშველესწლობით ლამზღვა აქედან იქიდან დღები თვალე მე შენი ასე და ესე და შედეგი გაიჩა ტელეფონი აი ეს იყო მიზეზი ამის მერე ანუ ეს გააზრებულად რომ მეტი სიფრთხილე არ გამოეგვეჩინა რაც პერიოდი გაიყვანეს 2-3 თვე და აი ესე შეგვისრულეს რა და რა აღმოჩნდა მერე შემდგომ თუ გაარკვიეთ ვინ იყო ამ ტელეფონის ზარის ავტორი და ახალია ანუ გეტყვით ეს და ახალია სადაც 6-7 წლით წინ ამ გოგონასთან ჰქონდა ურთიერთობა და ნუ ეხლა ეგეთი ავადმყოფია რომ სიმთვრალე შეახსენდება ყველაფერი და რამენიღაც რესტორნიდან ეხლა მთვრალმა ნაბახსებმა მოინდომა ქალბატონი და ურეკავს რა ხდება ვამეხი ტელეფონზე და ხდება აი ეს შელაპარაკება ამ დროს ამ ქალბატონთან იმყოფებოდა ვამეხი კი ანუ ვამეხის და ამ გოგონას უკვე რაღაც ამის 1 წლის ურთიერთობა ჰქონდათ გასაგებია ახლა გასაგებია კი ბატონო გაქვთ კიდევ შეკითხვა ბატონო სოზარო დიდი მადლობა სანამ შეკითხვებზე გადავალ მართლა უმძიმეს ისტორია მოვისმინეთ აი სრული განუკითხაობის და დაურჩილობის განცდა რომელიც იყო მაშინ სამართალდამცავ წყებებში ზოგადად და აქვე აი არ შემიძლია არ თქვა აი როგორც დღეს არიან გმირი პოლიციელები დავით მუნდირის და ღირსების ერთგულები ისე მაშინაც ძალიან ბევრი იყვნენ ესეთ და სწორედ ესეთ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა და მადლობა მათ ამისთვის გამოჩენილი გმირობისთვის რომელიც შეიძლება გაცილებით უარესად დამთავრდებოდა შეიძლება რა დამთავრდებოდა ბოდაშურო მაპატიეთ რომ გისურვებთ დამთავრდებოდა არა შეიძლება დამთავრდებოდა ლეტალურად დამთავრდებოდა ეს შემთხვევა აი უეჭველი გირგულიანის ჩვენ იქ მივყავდით დასახოცად მორჩა არა მე ვამბობ შეიძლება იმ პოლიციელებისთვისაც გაცილებით მძიმედ დამთავრებული იყოს სამსახური და რა თქმა უნდა კი გეთახმებით კი სხვათა შორის დათა ახალაია ვასილსანოძეც ეს არიან ადამიანები რომლებიც ჩვენი აგრძელებდნენ სამსახურს მას შემდეგ რაც ბრალი წარედგინათ იგივე გერონტიალანიას და სხვებს გირგულიანის პროექტის შემდეგ და მხოლოდ ვაში სახალხო დამცველი ვიყავი ჩემი არაერთი საჯარო განცხადების თუ გაგზავნილი რეკომენდაციის შემდეგ გახდნენ იძულებულები რომ ეს ადამიანები გაეშვათ სამსახურებით. უბრალოდ მას შემდეგ რაც ეს ამბავი მოხდა გაგაფრთხილეს რომ არავის არ უთხრათ. ამის შემდეგ იყო უკვე 4 თვის შემდეგ გირგულიანის მკვლელობა, შემდეგ მისი სასამართლო. მას შემდეგ რაც სასამართლო წავიდა საზოგადოება დადგა სამართლიანობის სადარაჯოზე დაიწყო პროტესტები. შემდეგაც აღარ გაბედეთ, რომ სადმე საჩივარი შეგეტანათ? არა, საჩივარის შეტანა საჭიროებას აღარ მოითხოვდა. თვითონ გენპროკურატურა დაგვიკავშირდა ჩვენ და ანუ მათ აღძრეს საკავშირდათ. ამ ხელისუფლების პერიოდში. არა, მე ვამბობ. არა, იქ არა, აზრათაც არ მოხსულია. არა, ბატონო, გაგრძელებათ. ანუ ეს იყო პირდაპირ ოჯახების საფრთხე. რო ჩვენ სადმე მიგვემართა, არა. გეუბნებით გააზრებულად არ მივმართეთ. პირდაპირ გააზრებულად. გაფრთხილებები, ზეწოლები კიდე გრძელდებოდა თუ? კი. რამდენი ხანი დაახლოებით? ანუ ვამეხი სულ ამბობდა რომ აი კახა მithვალთვალებენ. აი სულ ეს ის ქონდა, ანუ ეთეგივე აი მეთქვა აი საიდან ხო ჩდება ანუ საუბარი აი საიდან ადგენენ ხარ ანუ ხარო ვიღაცა კიდე კახა ერთი კვირა რომ ეთეგივე სახე ჩემი სადაბადოს წინ სადგომზე გამოდიოდა ის არც უპნელია არც მეზობელია და ანუ
და სულ ავტომობილში და მე იცვლებიან და ის ადგილიც უცვლელად, ანუ ერთი მანქანა გადის იმ ადგილზე სხვა მანქანა დგება. და ანუ ეს გრძელდებოდა სისტემატიურად. და თუ არავისთან გითქვამთ პროკურატურამ საიდან გაიგო აი რომ დაგიკავშირდნენ? საიდან გაიგო პროკურატურამ, ეგ არ ვიცი, მაგრამ დაგვიკავშირდნენ და დავკითხეს და ჩვენ რასაც ეხლა მე თქვენთან საუბრობ და რაც იყო ანალოგიური მოხდა იქაც. თქვენ საქართველოში იყავით მთელი ეს პერიოდი? არა, მე საერთოდ კიპრზე ვიმყოფებოდი, რაღაც გარკვეული პერიოდი, 3 წელი მე ჩამოვედი და ანუ რატო იყავით წასული? შიშის გამო თუ გაერთიანდა? არა, ნუ რაღაც სამშაბათო გასაგები. კარგი, მადლობა. მადლობა თქვენ. ბატონო ილია ბრძანეთ. თუ ბატონმა ალექსანდრემ დასვაში, ბატონო თენგიზღვარ გნებავთ. ბატონო გურამ თქვენც აღარ გაქვთ. შეკითხვა თქვენ გნებავდათ ბოლოს სიტყვის თქმა ამ სიტყვასა და ბრძანეთ. დიდი მადლობა. აი მიმართავ ფართო საზოგადოებას. მიმართავ უშუალოდ აი დავიწყებ ახალგაზრდებით, რა ვინც აი იმ წლებს ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, ანუ ეს ვერც თავის თავზე გამოსცდნენ და არც ხალხო აი ხა ჩემ მონაყოს ვინც ხედავ და ვინც უსმენთ, ხო? უბრალოდ აი თქვენი არავისი არ მისმის, აი ამათ როგორ ითხოვთ? აი ამათ როგორ უდგახართ გვერდში, აი ნუ ჩემამდე არ დადის და მინდა ყველას მოუწოდო. გონს მოეგონ ეს ტვინ გამორეცხილები მაპატიეთ ამ გამოთქვაზე. ანუ ესენი აი ხა ნუ ანუ ესენი არის ის ხალხი ვინც აი გაგებაში არ არის ვისგან ამ გვერდში რა. ის ქვეყნის და ამღუპელებს ხალხო აი ჩვეულებრივ ადამიანის მოკლა შეეძლოთ ისე აი როგორც აი მე პირადად აი შვილებს ვიწევ აი ქათამს ვერ დავკლავ. ამათვის არაფერი არ იყო. და ეხლა დარწმუნებული ვარ ალესილებიან ეგენი რომ ეხლა გაწყვიტავენ საქართველოს. და აი მე მინდა ყველას მივმართოთ და გვანს მოეგეთ რა. აი ეს ისტორიები, რასაც ჩემ განისმენთ, რასაც ჩემამდე მოისმენთ, რასაც ჩემს მერე მოისმენთ კიდე. გაიაზრეთ ხალხო, ცოტა რაღაცა ანალიზი გაუკეთეთ საკუთარ ტვინში. აი მე დიდი მადლობა რომ ამის საშუალება მომეცით, რომ მეთქვა და ჩემი კეთილი სურვილი იქნება რომ ყველა გვანს მოეგოს, ანუ იმ ხარეზე მაქვს საუბარი. ეს კარგით არ დამთავრდება არც მაგათვის და მაგათაც იყენებენ ახლა თუ თვითონ გონიათ რომ რაღაც აკეთებენ. ეს არის პუშას ჩნაე მეასაი რო იტყვიან მაპატიეთ ამ საზარბაზნე ხორცი. რა თქმა უნდა. მადლობა ამ მოწოდებისთვის, მობრძანებისთვის, ბატონო ამეხს ჯანმრთელობა უსურვოთ თქვენც ასევე და თქვენს ოჯახებთან ერთად ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა რომ მოგწონთ. უღრმესი მადლობა რომ მომეცი საშუალება რომ აი ეს ყველაფერი აი რაც ამდენი ხანი გულში მქონდა და სულ მქონდა სურვილი რა რომ აი რამენაირად აი რამე გზით რომ აი ფართო საზოგადოების მიეწინა აი ამის უღრმეს მადლობას გიხდით და კიდევ ერთი თხოვნა მექნება თქვენთან რა. მაპატიეთ აი ერთი თხოვნით მოგმართავთ რა თუ შეიძლება. რაც ამ საქმეს ეხება უშუალოდ ეს თემა, რასაც ახლა მე გთხოვთ. ანუ მე უბრალოდ მოქალაქე ხარ, ამას ვერ შევძლებ ნამდვილად რა და თქვენ ხელგეწიფება და იქნებ ის ადამიანი, ის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რამე გზით მოძებნოთ რა, გთხოვთ, რომ აი იმ ადამიანმა ჩათვალოთ ორ ადამიანს კონკრეტულ შემთხვევაში სიცხლის შეგვინაშო გვაჩუქა. აი ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება ის ადამიანი რამენად მოძებნოთ რა. რომელი რიცხვი იყო თქვენი მოტაცება გახსოვთ? ზუსტად. საქმეში წერია, საქმეში ვნახავთ ნუ. 2005 წლის სექტემბრის თვეა. დიახ. ჩვენს ხდომებს ალბათ ბევრი ადამიანი ადევნებს თვალს. იმედი ვიქონიოთ რომ საპატრულო პოლიციის ის თანამშრომელი, რომელსაც დარწმუნებული ვარ არ დაავიწყდებოდა ეს შემთხვევა. გამორიცხული.
დავითაშვილის ქუჩაზე, როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მანქანაში აღმოუჩინა მათ ორი მოტაცებული პირი და დათა ახალაიამ დაურეკა და მასაც კი არ დაუთმო. ის შესაძლოა თავად გამოგეხმაუროთ, ან ჩვენ გამოგვეხმაუროს და რა კი გამოძიების პროცესში ვერ დადგინდა ვინ იყო ეს პირი. ვინაიდან თქვენ საქმეზე ქართული ოცნების ხელისუფლების და ჩატარდა სრულფასოვანი გამოძიება. ერთადერთი იზღარჩება, რომ თავად ამ პირმა მოისმინოს საჯარო თქვენი საქმის შესახებ. მე მინდოდა ეს თხოვნა გამეჟღერებინა და გავაჟღერებინა. ის დარწმუნებული ვარ, რომ და კიდევ მადლობას ვეუბნები ახლა აქ თქვენთან. მადლობას მიიღებს და თავად გამოგეხმაურება. სრულიად იმ პიროვნების წყალობით ვარ ჩვენ ცოცხლები. მაგრამ თქვენ ბრძანეთ, რომ ის შემდეგ დასაჯეს, ეს საიდან იცით? ანუ თარწმინდა პოლიცია ძველი თბილისი. იქ ჩემი მეგობარი, ჩვენი ახლობელი მუშაობს რა. ანუ იმანაც გაგებით, ანუ არც ვიცნობ ვარ, ეგრევე გაუშვეს. ანუ და არ იცოდა გვარი დასახელება. არა, არ იცოდა და ანუ მთელი შემადგენლობა გაათავისუფლეს. მთელი შემადგენლობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს კუდი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ნაწილი. და რეალურად გამოდის, რომ ერთი და იმავე სისტემას შორის თანამშრომლებს შორის მოხდა დაპირისპირება და არ დაინდეს, დასაჯეს. და არ დაინდეს და ამ დროს ბატონ ივანო მერაბიშვილი თავს იწონებდა, რომ პოლიციელების უფლებების დაცვით იყო დაკავებული. ხო, ის მერაბიშვილი ორი გვამი რო ითხოვდა, კი, რა თქმა უნდა. კი. მადლობა ბატონო კახა, წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის. მადლობა. ნახვამდის, სამდივნო გაგაცილებთ. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, რომ მომეც საშუალება რომ ეს ყველაფერი. მადლობა თქვენ. სამდივნო გაგაცილებთ, ჩვენ გამოვაცხადებთ რამდენიმე წუთით ტექნიკურ შესვენებას, დარბაზს ნუ დავტოვებთ, ვინაიდან მსჯავრდებული უნდა ჩაგვერთოს ქსნის პენიტენციური დაწესებულებიდან. პირდაპირ ეთერს ვთიშავთ რამდენიმე